ოლიმპმა პირველი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა გასვლაზე ცხინვალის სპარტაკს 2-1 სძლია. თემურ მახარაძემ კი ზედიზედ მე-14 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა. ანგარიში 28 წუთზე გაიხსნა. ტიერი კლოვისის დარტყმით ჯერ პავლე დათუნაიშვილს მოხვდა და შემდეგ ძელს. თუმცა დათუნაიშვილი ვითარებაში კარგად გაიყვა და დამატებაზე ზუსტად ითამაშა. სტუმრები მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ გამოცოცხლდნენ. ანგარიშის გათანაბრება შორეული დარტყმით სცადა ანდერსონ აკინომ. ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. რატომღაც მეორე ტაიმში მასპინძლები ინერტულად გამოიყურებოდნენ და ლიდერს რეალური წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. შეიძლება თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ მოვიგეთ თამაში რაც თავარი იყო, სამი ქულა ავიღეთ რა. და გავაგზავნებთ ჩემპიონობისთვის, გავხდით სამთრის ჩემპიონები და რავი, წარმატებას უსურვებ ოლიმპის რა. რუსთაველებმა სპარტაკელთა უხეირო თამაშით ისარგებლეს და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. მშვენიერი გადაცემა ვერ გამოიყენა გიორგი ჭედიან. მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. უშედეგოდ დასრულდა ოლიმპის ნახევარმცველი ზაზა ჭელიძის მცდელობაც. 58 წუთზე სპარტაკი მორიგი უხეში შეცდომისთვის მაინც დაისაჯა. ანდერსონ აკინოს სევასტი თოდუას ჩაწოდებული ბურთის კარში გაგზავნა არ გასჭირვებია 1-1. სპარტაკი გოლს კიდევ ორჯერ გადაურჩა, ორჯერვე დათო იმედაშვილის დარტყმის შემდეგ. პირველად ბურთს სპარტაკის მეკარე ამირან გვენცაძე გადაეღობა. 73 წუთზე კი ოლიმპის ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. თუმცა გადამწყვეტი გოლი სწორედ იმედაშვილის შეტევას მოჰყვა. რუსთაველი ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს. 11 მეტრიანი საჯარიმო აკინომ ზუსტად შეასრულა და 18 გოლით ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბომბარდირი გახდა. Não foi fácil, mas tô aqui pra isso, vim pra isso, né? Pra fazer os gols e საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირობა იული არ ყოფილა. პირველივე შეხვედრაში მიხვდი, რომ საკმაოდ ხის მცველებთან მიწევდა ბრძოლა. იმედია მეორე ეტაპზე შედეგიანობას კიდევ უფრო გავაუმჯობესებ და პირველობის ბომბარდირობას მოვიპოვებ. sempre procurei fazer os gols pra ajudar o time. არის მაინც ქართულ ფეხბურთში ეს რაღაც შიშის სინდრომი. მე დათუნაიშვილი ახლა ჩვენთვის დიდი ძალაა, შუაში ტრავმა მიიღო. უკან ისე შეცდომები დაუშვით, ახლა 11 მეტრიანი არ ვიცი, აქედან ვერ დავინახე მე მგონი რაღაცა არ გავდა. ყოველ შემთხვევაში მეორე ტაიმი ძალიან უკმაყოფილოა. აჩის მიწურულს ნოდარ მაჭავარიანსაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ოლიმპის მცველმა ძალზე და არაზუსტად ითამაშა. ძალიან რთული თამაშები ვითამაშეთ სეზონის ფინიშზე. გუნდი მე ვატყობ რომ გადაიღალა, მაგრამ კაი დროს გადაიღალა რა, გუნდი რა უკვე დამთავრდა პირველი წრე და დაამნიშნულოვანი სამი ქულა ავიღეთ რა. საბოლოოდ 2-1 ოლიმპის სასარგებლოდ. რუსთაველები პირველი ეტაპის ჩემპიონები არიან და უშუალო კონკურენტ ზესტაფონს 7 ქულით უსწრებენ.